აუცილებელი და სასურველია ყველა ადამიანმა იკითხოს, უბრალოდ მგონია რომ ამ ადამიანთა შორის უმრავლეს წიგნი არ შეუყვარდება. რას კარგავს ადამიანი, რომელიც ლიტერატურას აქცევს ზურგს? ლიტერატურა ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირ ვალდებულებად უნდა ვაქციოთ ადამიანებისთვის. ერთი სული მაქვს გადაცემა, რომ დამთავრდება ეს წიგნია თაროზე უნდა გადმოვიღო წავიკითხო. რამდენად შესაძლებელი არის, რომ ბავშვი უყვარდეს კითხვა, თუ მას არ დაუნახავს არასდროს, რომ უფროსები კითხულობენ წიგნს? ამდენი საცდური რომ ქონოდა, რაც თანამედროვე ბავშვს აქვს, ხო? იგივენაირად მოახერხებდი თუ არა წიგნებზე მთლიანად. ძალიან რთული არის ბავშვს, რომელსაც ჯიბეში smartphone უდევს, პირველივე ჯერზე დაინტერესდეს კლასიკური ლიტერატურით. მე არ მინდა რომ კეკეს კონდეს რაღაცნაირი ესეთი ნეგატიური იძულება იმ კონტექსტის გამო, რაც ალბათ შეიქმნება ჩემი გათვალისწინებით. ამ წიგნმა მიმოხვედრა, რომ აი რა მაგარი ყოფილა, რომ აი კითხვისგან შეიძლება რომ სიამოვნება მიიღოს. საბავშვო ლიტერატურა ამ თვალსაზრისით არის განსაზღვრელად მნიშვნელოვანი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გავლენის თვალსაზრისით, ვიდრე მერენდელი ტექსტები, რომელსაც წავიკითხოთ. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ადამიანები, გქონდეს ადამიანად ყოფნის ნიშნები, უნდა ვიკითხოთ წიგნები. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Nini Talks podcast. ეს არის ადგილი, სადაც დაგვხვდება საუბრები განათლებაზე, ფსიქოლოგიასა და ცვლილებებზე. მე კი მისი ავტორი ნინი გახლავართ. დღევანდელი ეპიზოდის თემა ეს არის ლიტერატურა. თუმცა ჩვენ არ ვისაუბრებთ თუ რატომ არის კითხვა აუცილებელი, არამედ იმაზე, თუ როგორ არ შევაძლოთ ბავშვებს კითხვა, როგორ ვაქციოთ წიგნის კითხვის პროცესი მათთვის სიამოვნებად და არა ვალდებულებად და როგორ არ გადავაქციოთ ფრაზა წაიკითხე ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე არარომანტიკულ წინადადებად. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი კი გახლავთ პოეტი, მწერალი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი ხართ. დღეს მოდის ცოტა ზოგადი საუბრებით დავიწყოთ და შემდეგ უკვე კერძო თემებზე გადავიდეთ. ვისაუბროთ ზოგადად ლიტერატურის დანიშნულებასა და როლზე. გიორგი, სხვადასხვა ეპოქაში ლიტერატურას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, იყო ეს რეალობიდან გაქცევის, იდეოლოგიური იარაღი, ასევე პროტესტის ფორმა, თუ რეალობიდან გაქცევის ფორმა. თუმცა დღეს 21 საუკუნეში, როდესაც გვაქვს განათლების თვით გამოხატვის სხვადასხვა ფორმები, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა არის ლიტერატურის როლი და დანიშნულება? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და წარმატებას ვუსურვებ თქვენს ინიციატივას, მართლაც არათუ სასურველს, არამედ აუცილებელს ჩემი აზრით. რაც შეეხება ლიტერატურას, მე მგონია და ვფიქრობ, რომ არც თუ საფუძვლოდ, რომ ლიტერატურა შექმნა შიშმა. და შიში იყო სხვაგვარი, მაგრამ მთავარი და გენერალური შიშისგან ცხადია არის გადარჩენისკენ მიდრეკილი ამბავი, რომელიც გულისხმობს ცხადია სიკვდილის შიშს, გაქრობის შიშს, დაზიანების შიშს და ამ შემდეგ, რაც ბუნებრივია ადრინდელ ადამიანში, ისევე როგორც დღევანდელში ძალიან დიდი წარმატებით არის წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე ცხადია რომ იოლად შეგვიძლია ამ საქმეს დავაკვირდეთ. საქმე ის გახლავთ რომ პირველი ადამიანი იყო ერთგვარად თქვათ ტოტემების ადამიანი, რომელსაც ბევრი ღმერთი ყავდა. და ეს ღმერთები მას აღემატებოდნენ პირველ რიგში ამ ფიზიკური ძალით. ან ისევ ფიზიკური ძალით, ოღონდ ირაციონალური აზრით, ხო? მაგალითად შეიძლება ეს ყოფილიყო რაღაცა სოლარისტული ამბები, აქეთ შეიძლება ეს ყოფილიყო მეხი, ტოტემების შემთხვევაში ეს შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ცხოველი, რომელიც მას აშინებდა. შესაბამისად ადამიანს ისევე როგორც თანამედროვეს, ასევე ძველსაც ჰქონდა ერთი მთავარი და განსაზღვრელი სურვილი, რომ რაღაცნაირად მათგან გადარჩენილიყო და რახანაც ძალით ვერ ერეოდა, ცდილობდა რომ მოეძებნა სალაპარაკო ენა. ეს სალაპარაკო ენა ვერ იქნებოდა ისეთი, როგორითაც ის ესაუბრებოდა ვიღაცას, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებდა. ხო? მესმის რომ ეს კატეგორიები მაშინ არ არსებობდა, მაგრამ ახლა მეზობელს, ოჯახის წევრს და ასე შემდეგ ამ გაგებით რომ გადავათამაშოთ იმ დროზე, როგორც ესაუბრებოდა, მასთან ლაპარაკი არ გამოვიდოდა, ამიტომ პირველი ტექსტები, რომელიც სინკრეტული იყო, იმიტომ რომ შერეული იყო ცხადია სიმღერასთან, ცეკვასთან და ასე შემდეგ, იყო სტილურად განსხვავებული. ანუ ლიტერატურა პირველ რიგში არის სტილი.
სტილი ქმნის ლიტერატურას და მერე სხვა დანარჩენი. მათ შორის გამონაგონით ჩემი აზრით მეორე ადგილზეა, ამიტომაც მე ხაზგასმით ვემხრობი აზრს, რომ მაგალითად ჰაგიოგრაფია არის მხატვრული ლიტერატურა. ძალიან პატივსაცემი ადამიანები ფიქრობენ პირიქით, მაგრამ მოსაზრებაა და მას შეიძლება კონტრარგუმენტებიც ჰქონდეს და მე ამგვარ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნებ. შესაბამისად, თქვათ სტილმა, ერთგვარმა ფორმამ, რომელსაც ადამიანის სიტყვებს აძლევდა, შექმნა ლიტერატურული ტექსტები, ხო? ლოცვები და შელოცვები. მერე ამას დაემატა სამონადირეო სიმღერები, საყოფაცხოვრებო სიმღერები, სხვა დანარჩენი ამბები, რომლებიც როგორც წესი, თქვათ, თან ახლდა ყოველდღიურ ცხოვრებას შრომის სიმღერები ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ნელ-ნელა ლიტერატურამ მიიღო ის ფორმა, რაზეც უფრო გვიან, გაცილებით გვიან გურამ დოჩანაშვილი იტყვის, რომ ტექსტის წაკითხვა შეიძლება გულისხმობდეს მისი, ვთქვათ, უმაღლესი შეგრძნების პირობებში დაბურძგვის სიამოვნებას. მაგრამ ერთი რაშიც თქვენს შესავალში ვერ დაგეთანხმებით, ნაწილობრივ, იმიტომ რომ ძირითადი პათოსი აბსოლუტურად გასაგები და მართებულია, არის ის, რომ ლიტერატურა ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირ ვალდებულებად უნდა ვაქციოთ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ წიგნს და მხატვრული ტექსტის კითხვას ვერ შევაყვარებთ ყველას. გამორიცხული. აი ამ გადაცემის მაყურებელთა შორისაც უმცირესი იქნება მათგან, ვინც ახლა ამბობს, რომ აი ერთი სული მაქვს ეს გადაცემა, როდის დამთავრდება ის წიგნია თაროზე, უნდა გადმოვიღო, წავიკითხო. აი ეს ილუზია ჩვენ არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს ბუნებრივია. იმიტომ რომ როდესაც პატარა ბავშვს ვესაუბრებით, ჩვენ მას ვერ დავაძალებთ წიგნის კითხვას, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო გააუცხოებს წიგნთან. და დაძალების ერთი და უარესი ფორმა არის მისთვის თქმა, რომ შენ უნდა შეიყვარო კითხო. იმიტომ რომ კი, ამას ხშირად ვამბობ, კი. მე ვფიქრობ ხაზგასმით, რომ კი, ეს ორი სიტყვა უნდა და სიყვარული ამ და სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში ვერ თანაცხოვრობს. თუ არ გვაქვს რაღაც რელიგიური ან ეზოთერული მიმართულებების, თუ შეიძლება ასე ითქვას, თუ არ გულისხმობთ ამგვარ მიმართულებებს, სადაც თავისი ფილოსოფიური ან რელიგიური ახსნა აქვს ამ ყველაფერს. და შიში შეიქმს სიყვარულსაც, თქვათ, შეიძლება აბსოლუტურად სხვა დეფინიცია მივცეთ. ამიტომაც მე ხაზგასმით მგონია, რომ პირველ რიგში მოსწავლეებს უნდა დავანახოთ საჭიროება წიგნის კითხვის, ლიტერატურის კითხვის, როგორც აქამდე არსებული გამოცდილების ჯამის. ერთგვარად გავაცნობიერებინოთ, რომ ტექსტი, რომელსაც კითხულობს, არის დაწერილი იგივენაირ ადამიანებზე, როგორც თვითონ გახლავთ, უბრალოდ ეს ყველაფერი არის შეკრებილი, გააზრებული და დროში გამოცდილი. და შესაბამისად მისთვის, ადამიანისთვის, რომელიც სხვა უამრავ პროფესიათა შორის რომელიღაცას აირჩევს და არა მაინც და მაინც ფილოლოგიას და ლიტერატურას, ისეთივენაირად საჭირო და აუცილებელია ეს ამბავი, როგორადაც ვთქვათ იმ ადამიანისთვის, ვინც პროფესიად აქცევს ლიტერატურას, იმიტომ რომ ეს არის მისთვის დამხმარე ცხოვრებაში, იმიტომ რომ მასში ცხოვრობს იმ დანარჩენი წიგნების უამრავი პერსონაჟი და ამ პერსონაჟებს აქვთ მარცხებიც, გამარჯვებებიც და ამ ადამიანს შეუძლია რომ სხვების მარცხები და გამარჯვებები საკუთრად აქციოს, წინასწარ გამოცდილებად. კი ბატონო. შესაბამისად მე როგორც მივხვდი, თქვენ ამბობთ, რომ არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანმა იკითხოს, ეს არ არის პირიქით. მე ვამბობ, რომ დიახ, აუცილებელი და სასურველია ყველა ადამიანმა იკითხოს, უბრალოდ მგონია, რომ ამ ადამიანთა შორის უმრავლეს წიგნი არ შეუყვარდება იმ სიყვარულით, რა სიყვარულითაც შეიძლება სხვა რამ შეუყვარდეს. ვიღაცა შეუყვარდება კინემატოგრაფი, ვიღაცა შეუყვარდება ჰოკეი, ვიღაცა შეუყვარდება მთაზე ასვლა, ვიღაცა შეუყვარდება მედიცინა, ეს იქნება მისი ვნება. ვნების ნაწილი წიგნის კითხვა არის მცირედისთვის. ხო, ახლა რა თავი მოვიტყუოთ და თქვათ, ყალბი, ესთეტურ რომანტიკული რეალობა შევქმნათ, თითქოს სადღაც სამკითხველოები არსებობს, სადაც ადამიანთა უმრავლესობა კარცერ ლუქსებად ვაქციოთ სამყარო, ეს ვერ იქნება, თქვათ, დამაჯერებელი და რეალისტური. უბრალოდ მცირედი იქნება ასეთი, ვინც მოიწამლება წიგნით და უმრავლესისთვის წიგნი იქცევა აუცილებელ სახელმძღვანელო და გამოცდილების გამზიარებლად. ამას ვამბობ, თორემ თქვათ, პირიქით, მე ვარ ერთ-ერთი
ესეთი აქტიური, არ ვიტყოდი მთავარი, მაგრამ შეძლების დაგვარად აქტიური პოპულარიზატორი წიგნის კითხვისა, სკოლებშიც, უნივერსიტეტებშიც, სოფლებშიც, სადაც ყოველდღიურად თუ არა კვირაში ორჯერ მაინც ჩავდივარ, უბრალოდ მინდა რომ სწორად დაინახონ ადამიანებმა ეს და არა ყალბად რომ თითქოს თქვათ ჩვენ რაღაც მაგიური ჯოხი გვაქვს და ყველა მეორეს ერთგვარად თქვათ ვაიძულებთ რომ ახლა სახში გაიქცეს და დიკენსის ან თქვათ თომას მანის წიგნები გადმოიღოს და უდიდესი სიამოვნება მიიღოს ეგ ტყუილია. რას კარგავს ადამიანი, რომელიც ლიტერატურას აქცევს ზურგს? საკუთარ თავს პირველ რიგში, იმიტომ რომ მე ვეთანხმები გარკვეულწილად იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ ტექსტების ჯამი ვართ. ანუ ადამიანები გარკვეულწილად ერთმანეთთან თაობიდან თაობამდე თუ თქვათ უშუალო კავშირი იყო, მაგრამ ნუ რაღაც თაობების მერე ეს წყდებოდა, დიდწილად ურთიერთობდნენ ყოფითი თვალსაზრისითაც სხვა უამრავი მოცემულობის მიხედვით ტექსტების თქვათ გავლით, ხო, რეალურად ყველაფერი რაც იწერებოდა ქმნიდა განსაზღვრელ გავლენას. და როგორც აღმოჩნდა, ყველაზე უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო ტექსტს, რომელსაც აქვს სტილი, ანუ არის მხატვრული. და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს ძალა მას ჯერ არ დაუკარგავს, იმიტომ რომ ასე იოლად ვერ ქრება ასეთი ფუნდამენტური ფენომენები და შესაბამისად ვფიქრობ, რომ კი, თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ადამიანები, გქონდეს ადამიანად ყოფნის ნიშნები, უნდა ვიკითხოთ წიგნები. და ამაზე მახსენდება ერთი ციტატა მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ცნობილი წერილიდან, რომელიც საუბრობს ლიტერატურაზე, რომ ადამიანი, რომელიც არ კითხულობს, ან კითხულობს ცოტას, შეიძლება ძალიან ბევრი ილაპარაკოს, მაგრამ ცოტა თქვას. რას ფიქრობთ ამაზე? ლიტერატურა ზოგადად გვეხმარება თვითშემეცნებაში თუ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და გამოხატვაში? იცით რა, მე მგონია რომ თვითშემეცნება გვეხმარება იმაში, რომ საკუთარი აზრი ჩამოვაყალიბოთ, შესაბამისად ჯაჭვური ამბავია ეს. ანუ პირველ რიგში ცხადია თვითშემეცნებაში გვეხმარება, იმიტომ რომ ლიტერატურა არის დუმილის გამჟღავნების ხელოვნება, ანუ იმის გამჟღავნების ხელოვნება, რასაც ჩვენ არ ვამხელთ ყოველდღიურობაში და დაკეტილი გვაქვს ის ოთახები. და ამის მერე ბუნებრივია, როდესაც ჩვენ რაღაც თქვათ ურდულებს გადავხსნით და მათ შორის სხვა ადამიანების განცდების მეშვეობით საკუთარს დავინახავთ, ამოვიცნობთ, ისევ დაუბრუნდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მერე გამოხატვის უნარიც გაგვიადვილდება, იმიტომ რომ ყველაფერი ვარჯიშია ცხოვრებაში და მათ შორის სიტყვებთან, ტექსტთან ურთიერთობა განსაზღვრელი ვარჯიში მგონია. კეთილი. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი მწერალი საუბრობს იმაზე, რომ ლიტერატურა მეტნაკლებად აკეთილშობილებს ადამიანს და ყოველი ახალი წაკითხვის შემდეგ ჩვენ შეიძლება რომ ვიყოთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით მანამდე. თუმცა ამასთან დაკავშირებით ბევრი კონტრარგუმენტიც გვაქვს ისტორიული ფიგურების თუ ჩვენ ყოველდღიურობაში ადამიანებს, ვისაც ხვდებით. თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად? გარდა ესთეტიკური აღზრდისა და ესთეტიკური მხარის განვითარებისა, მოქმედებს თუ არა ლიტერატურა ადამიანის ზნეობასა და მორალზე? განსაზღვრელად, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლიტერატურა 100-დან 100 შემთხვევაში ადამიანს უკეთეს ხდის. მორალზე გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, გარდაულად ისევე როგორც ყოველგვარი მონაწილეობა, რაც თქვათ მის ცნობიერს დააჩნდება, გარდაულად ახდენს გავლენას, უბრალოდ ალბათ თავის მოტყუება იქნება ის, რომ ჩვენ თქვათ ერთგვარ ფორმულად თითქოს წიგნის საკითხვის მერე ყველა მეორე ადამიანი თუნდაც უკეთესად იქცევა, იმიტომ რომ გვახსენდება ადამიანები, რომელთაც ბევრი წიგნი ჰქონდათ საკითხული და იმაზე მეტი ხალხი ყავდათ დახოცილი დიდი წარმატებით ძალიან სამწუხაროდ. ამიტომაც რეალურად ეს ასე არ გახლავთ, მაგრამ იქ სადაც გამოვიყენოთ ძველი ბიბლიური ალუზია კარგ ნიადაგში ჩავარდება ეს, თქვათ, თესლი, კიდე უფრო მეტი ორმაგი და რაღაც თვალსაზრისით მძლავრი ნაყოფი აღმოცენდება, ვიდრე მანამდე შეიძლება იყოს. ხოლო მეორე შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ადამიანი. ან ვერ, მაგრამ ანვერი შემთხვევაში წიგნის წაუკითხავადაც შეუცვლელი იქნებოდა. ამიტომ წიგნის საკითხვა ყველა შემთხვევაში ღირს. მათ შორის ბრჭყალებში ეგრეთ წოდებული ცუდი ადამიანებისთვის, თუმცა ეს დეფინიცია ძალიან სადაო და რთულად განსასაზღვრელია. თქვენ თუ გახსენდებათ წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგაც რაღაც შეიცვალა თქვენში მორალური თვალსაზრისით? ცირა ბევრი, ოღონდ ფრაგმენტულად.
ანუ ასე ფუნდამენტური ერთი ძირეული ცვლილება, რომელიმე ტექსტის წაკითხვის მე არ მომხდარა, მაგრამ რეალურად ალბათ ნაწილ და ნაბიჯ ბევრი რაღაც გადავაფასე და ამ თვალსაზრისით ძალიან მადლიერი ვარ ლიტერატურის განსაკუთრებით ადრეულ წლებში. და მათ შორის იმ ტექსტებისა, რომელსაც დიდად ვერ ვიგებდი ხოლმე და ამ თვალსაზრისით შეიძლება ვიღაცისთვის ფუჭი დროის ხარჯვა ყოფილიყო, მაგრამ რაღაცნაირად ის ტექსტების დამრჩა, იმიტომ რომ ესეც ურთიერთობა იყოს სიტყვასთან, გაუგებარი ურთიერთობა, მაგრამ ამავდროულად საინტერესო. იმიტომ რომ რაღაცნაირად ეგრე აღმოჩნდა, რომ რაღაც წიგნები წავიკითხე გაცილებით ადრე, ვიდრე ეს წესით და რიგით უნდა მომხდარიყო. არა იმიტომ რომ რაც მოგეპოვებოდათ. ხო, არა იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებით ჭკვიანი ვიყავი და ასე შემდეგ, არა, უბრალოდ მოცემულობა დრო იყო ეს 90-იანებში, რომ გასართობთაგან ერთ-ერთი იყო წიგნის კითხვა და მათ შორის თქვათ იმ წიგნების, რომლებიც შეიძლება გაუგებარი ყოფილიყო, შეიძლება ნათქვა მე ხარ დავასახელებ ამ წიგნებს ბუნებრივია, მაგრამ ხარისხით მაინც და მაინც ვერ დაიკვეხნი და მაგალითად აი საბჭოთა პერიოდის ლიტერატურა იმდროინდელი რაღაც კონტექსტური წიგნები ხო ბევრი იყო ეს სხვა შორის და ძალიან ისეთი რაღაცნაირად საინტერესოც ჩემთვის, იმიტომ რომ ეპოქის ნიშანს ცნობ იქ, რაც არ უნდა ვთქვათ არამაღალნიჭიერად იყოს დაწერილი, ყველა წიგნს ვემადლიერები, მათ შორის დაუმთავრებელ წიგნებსაც ასეთებიც მაქვს. კეთილი, გადავიდეთ ახლა სწორედ იმ პერიოდზე, ბავშვობის პერიოდში, როდესაც რეალურად ყალიბდება ჩვენი ღირებულებები, დამოკიდებულებები, ლიტერატურული გემოვნება. გიორგი, მაინტერესებს ზოგადად თქვენი აზრით, რა გავლენა აქვს ამ პერიოდში მშობლებს, ოჯახს და იმ გარემოცვას, სადაც ჩვენ ვიზრდებით? განსაზღვრელი გავლენა აქვს, ამაზე ჩემი საუბარი მე მგონია რომ ცოტა სასცილოც არის იმდენი დაწერილა, უთქვამთ და ამავდროულად იმდენგვარი დაკვირვება არსებობს, ზოგადი აზრითაც რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს საწყის წლებშიც, ოდნავ მერეც ფაზების თქვათ გათვალისწინებით, ხო? ყოფითი აზრითაც ბუნებრივია, მაგრამ სოციუმში შესვლის მომზადების თვალსაზრისით და ამ მომზადების ერთი ნაწილი ცხადი არის ლიტერატურასთან მიახლება. საწყის ეტაპზევე მაშინ, როდესაც შეიძლება ვთქვათ, კოგნიტური უნარები ამ დოზით არ იყოს ჩამოყალიბებული და ბავშვს საერთოდ არ ესმოდეს, რას უკითხავ, პოეზიის კითხვა მისთვის, ანუ გერწერის მოსმენა, რიტმიკის მოსმენა, სიტყვების როგორც ერთგვარი წესრიგის აღქმა, სრულიად ბუნდოვანი შინაარსობრივად, ხო? არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ტვინისთვის და რაღაც თვალსაზრისით ხანდახან მოტორიკის განვითარებისთვისაც. ამიტომაც რაც უფრო ადრეული პერიოდიდან წაუკითხავთ ტექსტებს ბავშვს, მათ შორის საბავშვო ლიტერატურას განსაკუთრებით ლექსებს, რომელიც დღეს სამწუხაროდ მოდური ვეღარ არის, ბევრი მიზეზის გამო, რაც უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ. რაც ხალხი ხო არის, განსაკუთრებით მილენიალთა თაობაში იყო ეს მოდაში, რაღაც ბაბლებში, რომელიც უკიდურესად ტრაგიკომიკურია, რა პოეზია კრინჯია და ვერ ვკითხულობ. მე მგონია დიდად თავის შესაქმები ამბავი არ არის, რითაც ისინი თავს იქებდნენ. ამ ინერციას რაღაცა კუდები დღესაც აქვს. მაგას ვერაფერს. საბოლოო ჯამში კი ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლების როლი ამ ასაკიდან მოყოლებული და მერე სელექციის დროსაც. ცხადია, იმიტომ რომ როდესაც უკვე ბავშვი იწყებს აღქმას და უფრო უკეთ აზროვნებას, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია რას მივაწვით. მაგ თვალსაზრისით ჩემთან დაკავშირებით დიდი სიჭრელე იყო. იმიტომ რომ ესეთ ლიტერატურის მოყვარულ ოჯახში პროფესიულადაც ვიზრდებოდი და თან ჩემი უფროსი მამიდაშვილები ხშირად ცხოვრობდნენ ჩვენთან. და რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ეგრეთ წოდებული სადიდო ტექსტები და ტიპური საბავშვო ლიტერატურა ერთდროულად შემოვიდა. რაღაც ვალტერ სკოტის ხშირად ვამბობ ხოლმე ლოხინმარ ჭაბუკი მახსოვს, თითქმის ზეპირად იმ დროიდან ვეფხვის ტყავსნის მონაკვეთები მახსოვს და ამ დროს შეულებრივი თქვათ მაყვალ ამრევლის გივი ჭიჭინაძის, ცირაკიტიაშვილის სხვა შესანიშნავი ქართული საბავშვო ავტორების ტექსტები მერე უკვე ძალიან მოდური იყო. ჩემი აზრით სულიად ბრწყინვალე ლიტერატურა საკუთარი მიმართულებით, ხო, ქართული პატრიოტული ლირიკა, როგორიც არის თქვათ მურმალებანიძე, მოხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანძე სხვები და ამაც მასზე პირებინებდნენ ხოლმე ბავშვობაში, ეგრეთ წოდებული მაშინ
ეძახდნენ მაგას მონტაჟები, როცა იყო ანუ საბავშვო ზეიმები, ეს ეძახდნენ ჩვენთან რატო ეძახდნენ არ ვიცი მონტაჟ. მაშინ მათქმევინებდნენ ხოლმე და როცა ისეთ წარმატებულ დეკლამატორად ვითვლებოდი და რაღაცა ხო ძალიან ისე დიდ ალყაში ვიყავი ლიტერატურის. ეს არ მომყავს, ვთქვათ, ესე ტიპურ შემთხვევად. და მგონია რომ ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს და ნაბიჯი უნდა მიყო. დღეს ეს ძალიან ადვილად არის შესაძლებელი, იმიტომ რომ მშობელს შეუძლია რომ უამრავ ინფორმაცია მოიპოვოს იმაზე, სად რა, როდის შეიძლება თქვა წააკითხოს ბავშვი. თავისებურების გათვალისწინებით. თქვენ შემთხვევაში გიორგი ვინ იყო ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თქვენი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებას? ბევრი. თითქმის ოჯახის ყველა წევრი, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით უყვარდათ ლიტერატურა და ცდილობდნენ რომ თქვათ ჩემთვისაც შეეყვარებინათ მაგალითად დედაჩემი იყო არის პოეზიის მოყვარული და რვეული ჰქონდა, სადაც გალაქტიონ ტაბიძის ლექსები ჰქონდა ხელით გადაწერილი, მამაჩემი იყო უფრო ფოლკლორის მოყვარული და თვითონ აგრძელებდა ზღაპრებს მახსოვს და ბავშვობაში მიკითხავდა. ბებიაჩემი საერთოდ ქართულის მასწავლებელი იყო და ბუნებრივია რომ ამ თვალსაზრისით დიდ გავლენას ახდენდა. ბაბუაჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო და მომიჯნავე დარგია და ამ ტიპის წიგნებს მაგითხავდა. ანუ ყველამ ერთად ჩემმა ახლო ნათესავებმა და რაღაც აზრით დრომაც. იმიტომ რომ დრო გამსაზღვრელად მნიშვნელოვანი იყო. კაცშვილმა არც ის რამდენი საცდური რომ ქონოდა, რაც თანამედროვე ბავშვს აქვს, ხო? იგივენაირად მოახერხებდი თუ არა წიგნებს და იმიტომ რომ მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავ სრულიად და მეც მიყვარდა გართობა და იმ თქვათ საშუალებებით, რა საშუალებებიც არსებობდა, ხშირად ვერთობოდ ხავს ფეხბურთის თამაში თქვათ ჩაის პლანტაციებში იქნებოდა ეს თუ თქვათ ომობანა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო ლიმიტირებულია ხო, მაგალითად დღისით შეგიძლია და რაღაც მონაკვეთში და მე რჩება უზარმაზარი დრო, უამინდობის დროსაც ასე შემდეგ და რაღაცნაირად თქვათ წიგნები ხო, კი, დრო იყო არანაკლებ სერიოზული აქტორი. კეთილი. ასევე ვიმსჯელოთ იმ საკითხზე, ზოგადად რა როლი აქვს მშობლის დამოკიდებულებას და ზოგადად მშობლის წიგნიერების დონეს იმაში, რომ ბავშვი უფრო მეტად წიგნიერი იყოს. გულისხმობ რას, რომ რამდენად შესაძლებელი არის, რომ ბავშვი უყვარდეს კითხვა, თუ მას არ დაუნახავს არასდროს, რომ უფროსები კითხულობენ წიგნს. ადამიანი არის ბაძვის არსება, იმთავითვე მიმეზისის და ამაში არისტოტელესაც ვეთანხმები და მე კიდევ სხვა უამრავ ადამიანს, რომელსაც ამასთან დაკავშირებით დაკვირვება ბაძვით ვართ ჩვენ რაც ვართ ერთმანეთის ბაძვით, ხო? ვიმეორებთ ერთმანეთს, ვავითარებთ, მაგრამ ვიმეორებთ. ამიტომაც რა თქმა უნდა განსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს გარემოს და იმას რა მაგალის კარნახობენ მშობლები. იმიტომ რომ ბუნებრივია რომ რასაც აკვირდება ბავშვი, რაც გარკვეულწილად თქვათ მის ყოველდღიურობაში წინ არის წამოწეული, ფიქრობს რომ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ცხოვრების, ეს არის ნიშანი ადამიანად ყოფნის და ბუნებრივია რომ ინტერესი იჩენს, ხო? და ამიტომაც ხო რა ვიცი თუ პატარა ბავშვს ყოველდღე დავანახებთ ავტომატს და იარაღს და თქვათ ვეტყვით რომ აი ვიღაცას რომ ესვრი, ეს არის შენი ცხოვრების კრედო და აუცილებელი ნაწილი, რა თქმა უნდა ის არათუ მოგბაძავს, არამედ სწორ გააწყვეტილებადაც მიჩნევს, სანამ რაღაც პერიოდის მერე სხვა დანარჩენ მაგალითებს არ დაინახავს და უკეთეს შემთხვევაში არ მოუნდება რომ გადააფასოს ეს ყველაფერი. თან ამ მომენტში ვფიქრობ რომ ბავშვს რაღაცნაირად პროტესტის და უსამართლობის განცდა უჩნდება, როდესაც ხედავს რომ დედას და მამას არასდროს არ კავებია წიგნი ხელში და ისინი ძალიან ისე მკაცრად მოუწოდებენ რომ წაიკითხონ, როცა თვითონ პირობითაც დაკავებული არიან რაღაც გაჯეტებით, რამდენად სამართლიანი არის ეს? ცით რა არის, მაგ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო საზომი იყო ჩვენი დრო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვთან გვაქვს საქმე, ხო, რაღაც ასაკის მერე ჩვენ ვიწყებთ კითხვის ნიშნის თქვათ დასმას წინადადების ბოლოში და ეს კითხვის ნიშანი მრავალგვარია, მაგრამ მათ შორის გულისხმობს შედეგის თუ შეიძლება ასე ითქვას, მოძიებასაც და გარკვეულწილად მნიშვნელოვან ამბად ქცევას. ანუ რომ ვიკითხო რა. და ჩვენს დროში, ანუ 90-იან წლებში აქ ძალიან ბუნდოვანი პასუხი არსებობდა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გამოვდიოდით გარეთ, ხედავდით, რომ სხვა ტიპის ხალხს ჰქონდა ძალაუფლებაც, პატივისცემაც, სამართლიანობაც და ყველაფერი ის სიკეთე, მათ შორის მატერიალური კეთილდღეობაც მისაკუთრებული და შესაბამისად იმდროინდელი ბავშვისთვის შეიძლება საოცნებო ყოფილიყო რაღაცა კრიმინალის ნაწილად ქცევა, იმიტომ რომ მშობელი ეუბნება რომ წაიკითხე
თვითონ მშობელიც ნაკლებად კითხულობს და ამავდროულად კაი ჯანდაბას თქვა მშობელი კითხულობს, მაგრამ გარეთ გადის და ხედავს რომ ამ კითხვას მაინც და მაინც ესეთი ხელშესახები შედეგები არ მოაქვს, იმიტომ რომ ვინც წაიკითხა, ხედავს რომ რაღაცა შემოვიდა გუშინ და გეუბნება რომ ორი კოვზი შაქარი მას ესხე, რა ვიცი, რომელიღაც მასწავლებელი, მეზობელი და ამავდროულად ვიღაცა იმის იქით მცხოვრები ტიპი, რომელსაც წიგნი საერთოდ რა ვიცი, თაროზეც იშვიათად უნახავს. ან თუ უნახავს თვალი აურიდებია, ყოველგვარი ამ ქვეყნიური სიკეთით სარგებლობს. ამიტომაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც არ უნდა თქვათ, ვეცადოთ და რომანტიკულ, თქვათ, საბურველში გავხვიოთ ეს ამბავი, დავანახოთ რა შედეგის მომტანია ეს ყველაფერი. ბევრგვარი აზრით. ამ ბავშვების შემთხვევაში ეს რაღაც მიზნის დასახვა და შედეგის დანახვა ძალიან კარგად მოქმედებს ეს სკოლა სისტემაშიც ესე არის. რა იქნებოდა თქვენი რჩევა მშობლებისთვის, რომლებსაც გამუდმებით და დაჟინებით სურს, რომ მათმა შვილმა იკითხოს? გამუდმებით ბავშვი ვერ იკითხავს, ვერ წაიკითხავს წიგნს, იმიტომ რომ ეს არც მისი ჯანმრთელობისთვის არის კარგი. არც მისი გონებრივი განვითარებისათვის არის კარგი და რეალურად მაინც და მაინც არც წიგნის კითხვას თუ მაინც და მაინც ამ სიტყვის გამოყენება გვინდა შეაყვარებს. ან უბიძგებს კარგი წიგნის კითხვისკენ ჩვენი ვთქვათ ათოსი რო არ დავკარგოთ. მე მგონია რომ ის რაც კამიუმ თქვა რეალურად არის თუ ჩვენ სოციალურ არსებებად ცხოვრება გვინდა, ყველა შემთხვევაში უკიდურესად სასარგებლო მაგალითი, სათაური თუნდაც, თუ მაინც არ წაიკითხავს ამ ესეს ვინმე, ცნობილი ტექსტისა სიმამაცე ზომიერების. ზომიერებას ყველაზე მეტი სიმამაცე ჭირდება სინამდვილეში, იმიტომ რომ მოგვიჩვენოს რომ სხვაგან მეტია საჭირო რაღაც რადიკალურ ამბებში და პირველი განცდა სწორედ აქეთკენ მიდის, მაგრამ არა. ზომიერება სჭირდება ყველაზე დიდი სიმამაცე და თუ ამ სიმამაცეს მოიკრებს მშობელი, მიხვდება რომ ბავშვმა უნდა ითამაშოს კიდეც, უნდა იცელქოს კიდეც და ამავდროულად უნდა იკითხოს კიდეც, იმიტომ რომ ადამიანი ხო გარკვეულწილად ასე ყალიბდება, მესმის რომ ეს მაინც სასიამოვნო მოსასმენია არ არის და ჩვენ ყველანი მიდრეკილი ვართ ცოტა ქაოსური თავისუფლებისკენ, მაგრამ მაინც რეჟიმის არსებაა, ხო? ჩვენ ხო რაღაცნაირად დავგეგმეთ და ვთქვით რომ აი ამ დროს შევიკრიბებით აქ. ხო, ის მიხედვით ხო არ ვაკეთებთ რაღაცას, რომ აი თქვენ მოხვედით და მე ხა ცოტა კი დავაგვიანე, მაგრამ თქვათ რომ დავაგვიანო, რა ვიცი, 5 საათი, იმიტომ რომ მოდი მე ასე მინდა. ხო, რაღაცნაირად ჩემი გრაფიკიც არასერიოზული იქნება და თქვენიც ძალიან აირევა. ამიტომ, ნუ რაღაცნაირად რაც არ უნდა მიდრეკილები ვიყოთ ჩვენ, თქვათ, აი ამ სისტემური მოცემულობისგან გაქცევისკენ მაინც რაღაც რეჟიმში ვართ მოქცეულები და თუ თავიდანვე ბავშვს მოვაქცევთ ამ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს რომ დღეს ძალიან ბევრი საცდურია და ამ თვალსაზრისით თქვა ხშირად კარგავთ ხოლმე კონტროლს, იმიტომ რომ თქვა აი ეს მობილური ტელეფონი მთელი თავისი უზარმაზარი თქვა ინტერნეტ სივრცით, აპლიკაციებით, თამაშებით, სხვა რესურსით, რომელიც წარმოდგენილია იქ, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ბევრი თვალსაზრისით საწყის ეტაპზე საერთოდ კატასტროფულს. და ნუ ახლა ამაზე მე არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, იმიტომ რომ ფსიქოლოგები ამაზე ძალიან ზუსტად და შესაბამისად საუბრობენ, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ მაგრამ ეს უკვე საცდურის ძალიან დიდ ნაწილად იქცა და შეავიწროა წიგნის დრო, ისედაც თქვათ შემცირებული. ამიტომ ძალიან დიდი გამოწვევების ქვეშ ვართ. კი ბატონო, ჩვენი პოდკასტის მაინც ძირითადი შეკითხვა დღეს არის ის, თუ როგორ არ შევაძულოთ ბავშვებს კითხვა. პირადად მეც ძალიან ისეთი ტრავმატული გამოცდილებები მქონდა წიგნთან მიმართებით, იმიტომ რომ თქვენ გაგიმართლათ, რომ გაიზარდეთ ისეთ ოჯახში, სადაც ეს ლიტერატურული გარემო გქონდათ, თუმცა ჩემ შემთხვევაში წიგნის კითხვა უდრიდა დასჯას. ანუ, როდესაც რაღაცას გავაფუჭებდი, მხოლოდ ამის შემდეგ მიწევდა კითხვა. და ერთადერთი წიგნი, რომელიც მაგრამ მათთვის ეს დასჯა არ იყო, მათთვის ეს იყო ფორმა, რომელიც თითქოს თან სასჯელი იყო, მაგრამ სასარგებლო სასჯელი. ხადია, მაგრამ პატარა ბავშვის. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია. უბრალოდ ვამბობ, რომ მათ მაინდა-მაინც ესეთი ბოროტი განზრახვა ალბათ არ ქონდათ. კი ბატონო. უბრალოდ პატარა ბავშვის გონება ამას რაღაცნაირად ქვეცნობიერულად თქვენი ოჯახის ადვოკატად. როგორც რომ ესე იგი კითხვა უდრის დასჯას და რაღაცა ცუდი ასოციაციები გვჭდება ამ შემთხვევაში. როდესაც ყოველი რაღაცა ცუდი საქციელის შემდეგ 10 გვერდი ტომ სოიერი მქონდა გამოწერილი და ეს წიგნი იმდენად რაღაცნაირად ვერ შევიყვარე,
და ჩემი პირველი და საყვარელი მახსოვს წიგნი. თქვენი ამბებიდან, გურული დღიურებიდან, როგორ გიკითხავდათ მამა ტომ სოიერს მაღაზიაში. კი, ეს ძალიან ცნობილი არის და რას ურჩევდით მშობლებს? პრაქტიკული რჩევები რომ მივცეთ, მოდი, როგორ არ შევაძულოთ ბავშვებს ლიტერატურა? იცით რა, ძალიან რთული და კომპლექსური ამბავია. იმიტომ რომ ბავშვი არის სხვადასხვანაირი. მე ვასწავლი სკოლაში. ახლა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ლიბჯი აკადემია, არაფორმალური სწავლების ცენტრი, სადაც ვიწყებ საკვირაო გაკვეთილებს სხვათა შორის, სწორედ ლიტერატურაზე, წერა-კითხვის თერაპიაზე და ძალიან მალე ვთქვათ, ამ მიმართულებით სადღაც 6-დან 12-13 წლამდე ბავშვებისთვის გვინდა რაღაც პროგრამები შევიმუშაოთ, მაგრამ იმ პროგრამების თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც სტატიკურია, ხო და რაღაც სილაბუსებს გულისხმობს, შიგნითაც თუ შენ ინტერპრეტაციული არ იქნები, რეალურად წარმოუდგენელია, რომ რაღაც ხას, აი დღევანდელი ეს ენით რო ვთქვათ, ნეოლოგიზმით, guidelines მიყვება. იმიტომ რომ ბავშვები იმდენად სხვადასხვაგვარი არიან, იმდენად სხვადასხვაგვარად რეაგირებენ სამყაროზე მასთან ურთიერთობისას, რომ რეალურად წარმოუდგენელია, რომ ერთი და იგივე მეთოდით მიხვიდეს სხვა ადამიანთან. მთავარი და გენერალური არის მონაწილეობა. ანუ, როდესაც მას უქმნი განცდას, რომ ამ წიგნის წაკითხვა მისთვის არის რაღაცით საინტერესოსთან ერთად სასარგებლოც, იმიტომ რომ მას რაღაცას ძენს და შეიძლება ეს გამოიყენოს ცხოვრებაში. მაგალითად, ტომ სოიერივით, თქვა, თავგადასავლების მოყვარული იყოს, ან დაანახო, რომ აი ნახე როგორ გგავს ის შენ, მაგალითად, როგორ იხუმრა, როგორ მოიქცა მესერის შეღების დროს, თქვა, როგორ ექცეოდა ის თავის, თქვა, თანატოლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი ნიუანსი შეიძლება დაინახო, ოღონდ იმის მიხედვით როგორი არის მოსწავლე, როგორი აქვს მას მიდრეკილება, ან როგორია შვილი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მაინდა-მაინც ოჯახზე ლაპარაკობთ, მაგრამ ნუ სადღაც 6-7 წლიდან ბავშვი გადის უკვე სასკოლო სივრცეში და იქ უკვე მასწავლებლის როლი თუ მაინდა-მაინც ნახევარი არა, რატომაც არა, მე ვფიქრობ, რომ უკვე როლი არ ნახევარი. მცირდება ამ შემთხვევაში. არა, არანაირად არ მცირდება, მაგიტომ ამბობ, რომ რაღაც ნახევართან მიახლოებული შეიძლება იყოს მასწავლებელი, მაგრამ მშობელი ისევ დომინანტად რჩება რა თქმა უნდა. ამიტომაც რეალურად ხო, მე მგონია, რომ თავარი არის ეს, რომ რაღაცნაირად განცდა გაუჩინოთ, რომ ეს მათთვის საინტერესო და საჭიროა, იმიტომ რომ საჭიროება არის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, ხო? საჭირო რო არის, იმიტომ სვამთ წყალს, რაღაცა უნდა თუ რაღაც სპეციფიკურ დარღვევებთან არ გვაქვს საქმე, არანაირი ქადაგება არ ჭირდება ადამიანს, რომ სითხე მიიღოს რაღაც პონტში, შეიძლება წყლის მოყვარული არ იყოს, მაგრამ უბრალოდ სითხე მიიღოს, ხო? ამიტომ რაღაცნაირად თლად ამ დონეზე ვერ ავიყვანთ ახლა ლიტერატურას, რომ პირველად საჭიროებად ვაქციოთ, მაგრამ თუ მიუახლოვებთ ამას და ვაჩვენებთ, რომ მისი ცხოვრებისთვის, მათ შორის იქ და მაშინ, ანუ იმ ასაკში, ეს საინტერესოა, მე ვფიქრობ, რომ კი, რაღაცებს მივაღწევთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც აღნიშნეთ, ეს როლური მოდელის ცხადია, განსაზღვრელია. როლური მოდელი აქ კი არა, ზუსტ დისციპლინებშიც ძალიან კარგად მუშაობს და მათემატიკის გაკვეთილები ვიცით ჩვენ ასეთი და ალგებრისაც და ქიმიისაც და სხვა დანარჩენს, სადაც თითქოს ერთი შეხედვით ვიღაცისთვის სქემატური ამბებია და მით უმეტესი იქ სადაც თქვა მეტი საშუალება არის ინტერპრეტაციის და რეალურად არაფრით არ ვართ შეზღუდულები, იქ განსაზღვრელად მნიშვნელოვანი მგონია როლური მოდელი. რეალურად როდიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვისთვის ლიტერატურის ესე ძალიან ადრეული ასაკიდან, როგორც გითხარით, იმიტომ რომ ლიტერატურა არ არის მხოლოდ შინაარსი, ის არის ბგერწერა, რაღაც ტიპის წესრიგი და რიტმი, რომელიც კარგი იქნება არაჭარბად, არამედ განსაზღვრული და ამას იოლად მოვიძიებთ, გრაფიკით ბავშვს მივაწოდოთ ადრიდანვე, ოღონდ არა აგრესიით და დაძალებით, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აქაც ბეწვის ხიძზე ვარ დგას, ვიღაცას აქვს, მაგალითად გვინდა რომ ბავშვს ლექსი თავაზეპირებინოთ, ხო, ვიღაცას აქვს ამ საზეპიროს ათვისების სწრაფი უნარი, ვიღაცას ნაკლები, ეს არც შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის მეორეზე უარესია, უბრალოდ კონკრეტული უნარი აქვს, სხვანაირად განვითარებული. და ამ რაღაცა გაუგებარ კონკურენციაში შეყვანა ბავშვის, რომ აი შენმა ბიძაშვილმა ხო ხედე 7 ლექსი ისწავლა და შენ ერთი ვერ გისწავლია და ასე შემდეგ. უკიდურესად სტრესულია, მოტივაციას კლავს და აი თქვენ რაც თქვით და რაც არის ერთგვარად სიმბოლური სათაური ამ ჩვენი შეხვედრის აძულებს წიგნს და ლიტერატურას ბავშვს და მთავარი კონკურენციის ნაწილი იქნება საკუთარი თავი მისთვის, რომ აი შენ ხო ხედავ როგორ შეგიძლია, რა საინტერესოა ზეპირად არა ასე მითხარი და ასე შემდეგ, მაშინ უნებრივია რომ დიდი წარმატება გვექნება. აზრის გამოტანის და შინაარსის გამოტანის შიში კიდევ
ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ბავშვს აქვს და აქვე მინდა რომ ჩემს სმენელს და მაყურებელს ვურჩიო ძალიან კარგი წიგნი დენიელ პენაკის რომანივით საკითხავი, შეიძლება იცოდეთ, სადაც აი მართლა 20 წლის ასაკში წავიკითხე და სულ სხვა თვალით და სულ სხვა შეხედულებებით დავიტვირთე, იმიტომ რომ ზუსტად ამაზე საუბრობს ავტორი, როგორ არ შევაძულოთ ბავშვებს კითხვა და რა მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში მშობლის როლი. აზრის გამოტანის პრობლემა ბავშვს კი არა, უფროსებს აქვს და დღევანდელი თუმცა ეს ინტერნეტ შიში, რაც სივრცეში თქმა უნდა, მოდის ბავშვობიდან. ინტერნეტ სივრცეში რომ შეხვიდეთ აზრის გამოუტანლობის გარდა ვერ ამაზე ვზვერნა. ბევრი კვლევაც მეტყველებს. და ვფიქრობ, რომ თავდაპირველად მშობელმა რაღაცნაირად უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ჯერ ბავშვი უნდა იყოს ალბათ მსმენელი და შემდეგ ეს პასუხისმგებლობა ნელ-ნელა ეს უნდა ასეც იქნება, გადავიდოდეთ ანუ ბავშვზე. ტექნიკურად სხვანაირად ვერ მოახერხებ, რომ პირიქით იყოს. უბრალოდ ხო მსმენელადაც რო აქციოთ, ჩვენც უნდა მივიღოთ რაღაც მონაწილეობა და ესე კი. და სკოლაში შესვლა არ ნიშნავს, რომ ამით მშობლის როლი ხო, მცირდება. ჩვენთან ესეც კარგი შენიშვნა ახანდახან თითქოს ამოისუნთქებს მშობელი და ხელს დაიბანს, რომ ეს კი არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში რაღაცა ყალბი ადვოკატი არ მინდა გამოვიდე მშობლების, მაგრამ მშობელთა უმეტესობას რა თავის შვილისთვის ცუდი არ უნდა, რა თქმა უნდა, უბრალოდ მას გონია, რომ ასია და სინამდვილეში ასე არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არა, სკოლას ჯერ ერთი დროის თვალსაზრისით არის სკოლა ფრაგმენტული, რაც არ უნდა ვთქვათ, დიდ დროს ატარებდეს იქ ბავშვი და მეორე ჯერ ამისთვის ბავშვისთვის მასწავლებელი მიუხედავად იმისა, რომ ის გარედან შემოდის და ეს არის წამხმარე იმის, რომ ის ავტორიტეტი იყოს, მაინც არ არის იმ მასშტაბის ფიგურა, როგორიც ვთქვათ, მშობელი. კეთილი, გიორგი, რას ეთყოდით მშობლებს, რომლებიც წუხან რომ მათი შვილი არ კითხულობს და არ უყვარს კითხვა? მე ვეთყოდი იმას, რომ ეს წუხილი ჩაანაცვლონ ქმედებით და რეალურად რაღაცნაირად მოძებნონ გზები, არა აგრესიულად. ამ შემთხვევაში აგრესიას გულისხმობს საკუთარი თავის მიმართაც, რომ აი არ გამომივიდა, არა ფორსირებულად, ამავდროულად, რომ აი უცებ მინდა ხვალ დილით და თუ არ მოდი ეს შედეგი ნერვები მეშლება, ნაბიჯი მიყვნენ ამ გზას და გარდაულად გახდებიან ეს ბავშვები მკითხველები. კიდე ერთხელ ვამბობ, მეტნაკლებობით და ამავდროულად მეტნაკლები, ვთქვათ, მიმართება და სიყვარული ექნებათ ტექსტისადმი, ხა ჩვენ რაღაცა ილუზიურ საზოგადოებას და утоპიურს ვერ გამოვიგონებთ, სადაც ყველა ზის და ერთნაირად და ერთი სიდიდის ტექსტებს კითხულობს და ამავდროულად ერთგვარად აღიქვამს. ეს საჭიროც არ არის. კი, თავარი მაინც აქ გონია, რომ მაგალითის მიცემა არის, ასევე იმასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს რეალურად. პირველსის ესეთი კვლევა არსებობს, რამდენი საბავშვო წიგნი აქვს მშობელს სახლში, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მშობელმა ატაროს ბავშვი წიგნის მაღაზიებში, ბაზრობებზე, რადგან ეს ყველაფერი აუცილებლად ილექება ბავშვის ქვეცნობიერში და ფესტივალი კარნავალია ერთგვარი ბავშვისთვის, რომელიც დამატებით ინტერესს გულისხმობს, ხო, ადამიანი რაღაც თვალსაზრისით კარნავალური არსებაც არის. და რაღაცაში მონაწილეობა, მისი რაღაც სანახაობად დანახვა და მეორე უკვე მის გაგრძელება, თქვა, ამ წიგნის საკითხვა შეიძლება ერთი მეთოდიც იყოს. კეთილი. ასევე ჩემი მშობლებისგანაც, ჩემი მოსწავლის მშობლებისგანაც გამიგია ხშირად, რომ ისინი ძალიან შეწუხებული არიან იმ ფაქტით, რომ მათი შვილები თქვენ რას ასწავლით? მე დაწყებითებში ვარ. ყველაფერს. დიახ. და მათი შვილი დაინტერესებული არის შედარებით არასერიოზული ლიტერატურით, კომიქსებით, ფენტეზის ჟანრით თუ ილუსტრირებული წიგნებით. რას ეთყოდით ამ მე მშობლებს? მგონია, რომ ეს სრულიად სერიოზული ლიტერატურაა, ოღონდ საკუთარი ნიშის მქონე. და ძალიან კარგი საშუალება, რომ იმას, რასაც ისინი სერიოზულ ლიტერატურას ეძახიან, იქამდე მივიდეთ. იმიტომ რომ ერთი მეთოდი შეიძლება იყოს სწორედ ეს და არის რამდენიმე ძალიან კარგი და წარმატებული წიგნი, რომელიც შერეული მეთოდით არის ნაწარმოები, სადაც ნახატი, ცოტა კომიქსური ელემენტები და ამავდროულად ტექსტი მე ნელ-ნელა უფრო იზრდება, არის ერთობლივად წარმოდგენილი, აი წლიბა ბიჭის დღიურების, თქვათ. მაგალითად, რომელიც კარგად დაგეგმილი წიგნია, თუ შეიძლება წიგნზე ვიღაცისთვის პროზაული და შეუსაბამო, თქვათ, ეპითეტი გამოვიყენოთ. არა, პირიქით, ესენი საშუალებად უნდა გამოვიყენოთ, აუცილებლად, რომ დიდ ტექსტებთან და სხვანაირ ტექსტებთან მივიყვანოთ, იმიტომ რომ თავისი ნიშა აქვს ამას, ძალიან საინტერესო. დიდი ტექსტების მკითხველები შეიძლება მიუბრუნდნენ მას და წაიკითხონ, იმიტომ რომ რა ვიცი, რაღაც ნაწილია ეს ხელოვნების და თუ, თქვათ, კარგი და ოსტატი ავტორი აკეთებს, მაღალი ხელოვნება შეიძლება იყოს. ვიცით ეს ხალხი. სოფლიოშიც და ნუ ჩვენთანაც ნელ-ნელა რაღაც ცდილობები არის. ამიტომაც რეალურად ხო, არაფერი ტრაგიკული მაგაში არის.
თან ძალიან რთული არის ბავშვს, რომელსაც ჯიბეში smartphone-ი უდევს, პირველივე ჯერზე დაინტერესდეს კლასიკური ლიტერატურით. ვფიქრობ, რომ ჯერ რაღაც ამ კლასიკურ ლიტერატურამდე მისასვლელი გზები უნდა გაიკვლიოს, თუნდაც ამ ეგრეთ წოდებული არასერიოზული ლიტერატურით, კომიქსებით, ფენტეზით და შედარებით მსუბუქი საკითხავით. კი, მესმის მე ახლა ვერცეთ შემთხვევაში ვერ დამარქმევთ ვერც პურიტანს და ვერც თქვათ ადამიანს, რომელიც გარკვეულწილად რაღაცა ყალბი შეზღუდვების და აგრესიული შემოსაზღვრის მომხრეა, მაგრამ ბავშვ ჯიბეში smartphone-ი რაც უფრო გვიანედება, მით უკეთესია. ეს ერთი. ბევრი მიზეზის გამო, მისი ჯანმრთელობის გამო, პირველ რიგში გონებრივი განვითარების გამო და ასე შემდეგ. ამის მერე ბუნებრივია, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა გარდაულად შევხვდებით ამ კონკურენციას და ასევე თავის მოტყუება იქნება, ვთქვათ, რომ არა, ეს არასდროს არ დაემართება ჩემ შვილს, იმიტომ რომ რეალურად ვთქვათ, უდიდესი და ძალიან მნიშვნელოვანი სამყარო შემოდის მის ცხოვრებაში აი ამ ინტერნეტ სივრცის სახით, ამას ემატება უკვე ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ფეხს იდგამს, ხო მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტზე მუშაობა 40-იან წლებიდან დაიწყო და 50-იან წლებში ვითარდებოდა, დღეს აი დიდმა ბაზამ განაპირობა ეს აფეთქება და რეალურად ეს აფეთქება ჯერ დაწყებულიც არ არის, ხო? და შესაბამისად უკვე შედეგებს ნახულობთ. კი, შედეგებს ნახულობ და მას აქვს ისევე როგორც ყველაფერ დანარჩენს. აქვს დიდი სარგებელი და ამავდროულად დიდი პოტენციური საფრთხეც ადამიანის განვითარებისას. ამიტომ კიდევ კამიუს მოხმობა დაგჭირდება და კიდევ ზომიერების დაუფლება. კეთილი. გიორგი, თქვენ ცხოვრებაში თუ გახსენდებათ ერთი კონკრეტული წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგაც მიხვდით, რომ კითხვა არა ვალდებულება, არამედ სიამონება არის. აი თქვენ რაც შეგძულდათ, იგივე წიგნი არის ტომსოიერის თავგადასავალი. თქვენ მის მიერ არ წაკითხავთ? ერთადერთი წიგნი არის ტომსოიერის თავგადასავალი, რომელსაც ვფიქრობ, რომ არასდროს არ წავიკითხავ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან ცუდი ასოციაციები მაქვს. და სხვა შორის საკმაოდ გვიან ასაკში დავიწყე. არც ჰეკლბერი ფინი არ წაკითხავ. ჰეკლბერი ფინი კი და ერთ-ერთი ფავორიტი წიგნი არის მარკ ტვენის თქვენ და მოახერხოთ საკუთარ თავზე გამარჯვება და კი, უნდა გადავლახო რაღაც ეს სტრესი. ვარჯიში იქნება ტომსოიერის კითხვა. სხვა შორის კი საკმაოდ გვიან დავიწყე, გვიან გავხდი მკითხველი, მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც დღევანდელი განმოსახედიდან საკმაოდ ნაკლებად ესეთი მაღალი გემოვნების წიგნი ჩამივარდა. იმ დროს ბესტსელერი რაც იყო და საკმაოდ სქელტანიანი იყო ეს წიგნი. თან და სქელტანიან წიგნებს როგორც კი ვხედავდი, ეგრევე რაღაც ბნედა მეცემოდა. მაგრამ იმდენად დამაინტერესა ამ წიგნმა, თან გავუსვა მხას, რომ ეს ჩემი სურვილით დავიწყე ამის კითხვა, რომ ერთ დღეში დავასრულე რაღაც 500 თუ 600 გვერდიანი წიგნი და ამით მინდა ფანტასტიკური უნარი ქონიათ კითხვა. კი, ძალიან ჩამიცრია. ერთხელ 500 არ მახსოვს თუ არა, მაგრამ მასწავლებელმა კერ ლექტორმა დაგვავალა და ტოლსტოის აღდგომა წავიკითხე მე მგონი ეგრე ერთხელ და მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკური წიგნია, აი თქვენ როგორც ტომსოიერი გიყვართ, ეგრე მიყვარს მეც ეგ წიგნი მაგმიზეს. ტოლსტოი ზოგადად საკმაოდ ესეთი არა ტოლსტოი ძალიან კაი ავტორია. ძალიან მნიშვნელოვანი უბრალოდ კონკრეტულად ტექსტი ამ იძულების გამო, ხო იძულება ძალიან ცუდი რაღაცა. ძალიან ცუდი რაღაცა, კი, თან მე ნებისმიერ ასაკში. კი, თან მე ეს ახლა დიდობისას მოხდა, ანუ სტუდენტი ვიყავ. არც მე არ ვიყავი როგორც თქვენ წერთ მარტივი ბავშვი და საკმაოდ ესეთი პროტესტის განცდა მქონდა, როცა რაღაცას მაძალებდნენ და სწორედ ეს წიგნი მიტოვ ახსენე, რომ ერთადერთი წიგნი იყო, რომელიც მართლა ჩემი ნებით მოვკიდე ხელი და დავიწყე და ამ წიგნმა მიმახვედრა, რომ აი ვა, რა მაგარი ყოფილა, რომ აი კითხვისგან შეიძლება რომ სიამონება მიიღო და ანუ ეს არის ძალიან კაი მაგალითი იმისა, რომ შეიძლება ადამიანმა თქვენ ძალიან დიდი ვერ იქნებოდით, მაგრამ ნუ ხო 15 წლის ხო, ასაკში. ანუ ეგ ახლა დიდი ასაკია, მაგრამ სხვა შემთხვევებიც გვინახავს, როცა ვთქვათ, ვიღაცებს გაცილებით გვიან გაუცნიათ, ვთქვათ, ტექსტიც, კინემატოგრაფს, ესეთი რეჟისორებიც გვინახავს, რომელთაც 30 წლის ასაკში ნახეს ფილმი პირველად და ფანტასტიკური რეჟისორები გახდნენ, ამიტომ მართლა ამ თვალსაზრისით გვიანი არასდროს არ არის. ამიტომ მშობლები ამ კუთხით არ იდარდოთ მოკლედ. გიორგი, თქვენ გარდა სხვა სტატუსებისა, როგორიც არის მწერალი, პოეტი, დამფუძნებელი თუ მასწავლებელი, ახლახან შეგეძინათ ახალი რაღაც სტატუსი მიიღეთ, ეს არის მშობლობა, მამობის სტატუსი. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ქალიშვილისთვის, კეკესთვის ეს ლიტერატურული გზა და როგორ გინდათ, რომ მის ცხოვრებაში ლიტერატურა გაჩნდეს სასიამოვნო? ხო, ეს რთული ამბავია, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ კეკეს კონდეს რაღაცნაირი ესეთი ნეგატიური იძულება იმ კონტექსტის გამო, რაც ალბათ შეიქმნება ჩემი გათვალისწინებით, მით უფრო რომ მე საბავშვო წიგნებსაც ვწერ,
რაღაცნაირად თქვათ, როდესაც სკოლაში შევა მეორე, მესამე კლასში ჩემი ტექსტები ისწავლება და შეიძლება ამან რაღაც კომპლექსები გაუჩინოს ამ თვალსაზრისით და ეს ჩემთვის ძალიან ისეთი რთული, საფრთხილო საკითხია და ბეწვის ხიდი გვექნება გადასავლელი. ზოგადად, რა თქმა უნდა, მინდა იყოს მკითხველი, როგორც თქვათ, ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამყაროში გამოცდილების დაგროვების ყველაზე უკეთეს ფორმას ეცნობა და ამით ეცნობა მთელს კაცობრიობას, მათ ვნებებს, სიხარულებს, ტკივილებს და ამ შემდეგ მკითხველი თუნდაც იმიტომ რომ ცხოვრება გაიადვილოს. ამას ვეცდები, მაგრამ ვეცდები ძალიან ფრთხილად. რა თქმა უნდა და დიდი პასუხისმგებლობა იქნება მისთვის თქვენი კი ბატონო. შვილს. ეგრე ერთი ჩემი წიგნიც კეკეს ეძღვნება. კი, კუბატას თავგადასავლები, კი, დავიკითხეს წინამძღვარი. ასევე ვისაუბროთ სასკოლო სისტემაზე და ზოგადად სასკოლო პროგრამა ახსენეთ თქვენ. თქვენ მასწავლებელიც ხართ ამავდროულად. როგორ ფიქრობთ ზოგადად, ქართული განათლების სისტემა და პროგრამა რამდენად არის მორგებული იმას, რომ ბავშვს ლიტერატურა უყვარდეს და კითხვა შეუყვარდეს? ძნელად არის მორგებული და ამას განაპირობებს ბევრი რამ, მათ შორის პოლიტიკური ხდომილებები, იმიტომ რომ არსებობს რაღაც გენერალური გეგმები, რომელიც გარკვეულწილად დროში არ იქნება განსაზღვრული და არ გაითვალისწინებს მთავრობების ცვლილებას, ან მთავრობის შიგნითაც ცვლილებებს, ესეც ხშირ შემთხვევაში ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ხოლმე, ხო? ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდის სხვა მინისტრი სხვადასხვანაირად აკეთებს ამას, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზი აქვს, ვიცით ეს მიზეზები, ადრეც ეგრე იყო, ახლაც ასე არის და აქ მაინდამაინც კარგი არაფერი არ მოჩანს. ამიტომაც რეალურად კი ეს ძალიან რთული საკითხია, ძალიან სპეციფიკური და ძალიან ბევრი ფიქრის საჭიროებას ითხოვს, იმიტომ რომ რეალურად თუ ჩვენ ამ თვალსაზრისით აქტიურად არ დავიწყეთ მუშაობა და ფიქრი. ოდესმე იმედია რომ ასეთი დრო დადგება, რომელიც არ იგულისხმებს ვიწრო პოლიტიკურ კონტექსტს და ამავდროულად არ იგულისხმებს ამ კონტექსტზე დაფუძნებულ საჭიროებებს, რომ რა ვიცი, თქვათ, მასწავლებელი კი არ იყოს, არამედ იყოს ელექტორალურად რაღაცა საჭირო პროფესია, ძალიან გაგვიჭირდება. ძალიან გაგვიჭირდება და ეს გაჭიროება ჩანს დღეს და ბევრი თვალსაზრისით ჩანს. კვლევის გარეშეც ყოველდღიურობაშიც რწმუნდებით. კი, მეც რომ ახსენდება ჩემი სასკოლო პერიოდი, რომ ვიხსენებ, ვეფხის წყალსაც არ შევეხები, ამაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ თუ როგორ მიეწოდება სკოლებში და რამდენად ცუდად აქვს გადააზრებული ეს ჩვენი მოსახლეობის სრულ უმრავლესობას, ვფიქრობ. სხვა ტექსტებით, თუნდაც აი რომანტიკოსი რეალისტი მწერლები რომ ახსენდება, არასდროს არ გამჩენია სურვილი რომ მიუბრუნებოდი ან არასაპროგრამო ტექსტები წამეკითხა, იმდენად არასწორად გვაწოდებს შაბლონურად სკოლა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სანამ სასკოლო სისტემა ორიენტირებული იქნება შედეგზე და გამოცდებზე, მანამდე ბავშვი ვერ მიიღებს განსაკუთრებით ლიტერატურასთან დაკავშირებით ბევრი კომპონენტია ერთმანეთ. ჩვენ გვყავს ბევრი ბრწყინვალე მასწავლებელი, მაგრამ ამავდროულად გვყავს ძალიან ბევრი არაკომპეტენტური მასწავლებელი სამწუხაროდ. ეს არ არის ეპითეტი იმ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ ნებისმიერ არაკომპეტენტურ ადამიანს შეიძლება თუ ის მოინდომებს გახდეს კომპეტენტური საკუთარ სფეროში, მაგრამ როცა მას არ აქვს ამის იძულება. როდესაც მან იცის რომ ის მხოლოდ ელექტორალურად არის საინტერესო და რაღაცას რო ვერ ჩააბარებს, ამით შედეგი კი არ დადგება, უბრალოდ მთავარი არის ვის დაუჭერს ხარს და როგორ, ის განვითარებაზე აღარ ზრუნავს. ხო, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი და არა ის რომ აი შენ ცუდი ხარ და ხვალიდან სკოლაში აღარ იქნები. უბრალოდ მას არ აქვს мотиваცია რომ განვითარდეს. ამას ბევრი რამ ერთობლივად იწვევს, ხო? ამიტომაც რეალურად ხო, ძალიან ბევრი არის ამ საკითხთან დაკავშირებით საფიქრი, სამსჯელო და რა ვიცი, და ეს შაბლონურად მოწოდებული. კი ბატონო, და შაბლონურად მოწოდებული უკვე გადაზეპირებული ტექსტებიც უკვე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ამ თაობის მოსწავლეებისთვის არ არის საინტერესო. კი, ეს უინტერპრეტაციობა, რაღაცნაირი ინერციული სწავლება და ამავდროულად ბუნებრივია ვთქვათ, ეს გამოკეტვა შესაბამისად რაღაც ტიპის შაბლონებში. ახალი აზრის მიუღებლობა. ხო, ინტეგრაციის ნაკლებობა ამავდროულად და მონაწილეობის მოსავლისა პროცესში, რა თქმა უნდა, ამას იწვევს.
კეთილი. თქვენ როგორც მასწავლებელი როგორ ახერხებთ, რომ თქვენ მოსწავლეებს ლიტერატურისადმი დადებითი განწყობები და დამოკიდებულებები ჩამოუყალიბოთ და მეც აუცილებლად გაგიზიარებთ. რამდენად ვახერხებ, არ ვიცი, მაქვს სხვადასხვა მეთოდი და უკიდურესად ინდივიდუალური, მათ შორის ხშირად ლიტერატურის სწავლებას ვახმარ ხოლმე სხვა სახელოვნებო მიმართულებებს, მაგალითად ანიმაციებს, ბრწყინვალედ ვიყენებ ამისთვის და ამავდროულად ვცდილობ, რომ სწორედ იმ მეთოდით მივუდგეთ თითოეულ მათგანს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ ისინი არიან ინდივიდები და აღქმა და კავშირი სამყაროსთან აქვთ თავისებური. ეს ძალიან ძნელია მესმის, როდესაც შენ თქვათ რასაც კი არა მეცადინებ ერთს, არამედ ჯგუფი ზის შენ თვალწინ და დრო შეზღუდული. თან პროგრამა მაგრამ მასწავლებლად ხო, მე არ მაქვს ეს პროგრამა მოსასწრები, იმიტომ რომ ჩემი პროგრამა მაქვს ციგნიერების და აქ ცოტათი გამიმართლა. მაგრამ ხო, იქ გაცილებით დიდი გამოწვევაა, მაგრამ აქაც ხო ვიცი რას ვასწავლი და გარკვეულწილად ვიცი რა არის შემდეგ მოდის, მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ მაიძულებს, რომ თქვათ, სადღაც კონკრეტულ თქვათ პროგრამაში ჩავშდე ევროპულ სკოლაში ვასწავლი. ამიტომაც რეალურად თქვათ, კი, ბევრი გამოწვევაა, მაგრამ მასწავლებელმა უნდა იჯადოქროს და რაღაცნაირად თქვათ, მით უმეტეს ქართული სამშეძლოს. მაგალითებიც რო გაგიზიაროთ, მე პირველი კლასი მყავს და ძალიან უკვე მეორე კი, ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს დამოკიდებულებები სწორედ დაწყებითი კლასებიდან ყალიბდება და თუ ახლა ვიყოჩაღებთ მასწავლებლები, შემდეგ უკვე კარგი შედეგი გვექნება და მე თავიდანვე რაღაც მიზანი ჩემი საწყისი იყო, რომ ეს წიგნიერებისადმი და წიგნებისადმი დადებითი განწყობილება ჩამომეყალიბებინა და ესეთი მეთოდი მაქვს, რომ კლასში მოვაწყო წიგნის კუთხე, იქ რაღაც ხეები, ფოთლები, ძალიან ესეთი კარგი გარემო თავის ბიბლიოთეკით და როდესაც გვაქვს დასვენება, მე ყოველთვის რაღაც ჩანთაში სულ მიგდია 1-2 წიგნი და დასვენებებს ვკითხულობ, თუმცა ამას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიღაცას დავანახო, რომ აი რა მაგარი მასწავლებელი. უბრალოდ ჩემთვის მე საბედნიეროდ იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც კითხვა მართლა დასვენებაა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ბავშვების გონებაში და ქვეცნობიერში ძალიან კარგად ილინკება, რომ ესე იგი კითხვა შეიძლება უდრიდეს დასვენებას და სწორედ ამ კვირაში მქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი დასვენების დროს ვკითხულობდი, ერთ-ერთი მოსწავლე მომიჯდა, რომელმაც კითხვა ჯერ არ იცის და წამოღებული ქონდა რაღაც ილუსტრირებული წიგნი და მთხოვა, რომ მას შეიძლება თქვენთან ერთად წავიკითხო. მან რა თქმა უნდა ვერ წაიკითხა იქ წინადადებები, თუმცა ის მომენტი ძალიან გამიხარდა, რომ ესე იგი დასვენების დროს არათუ სხვა საქმიანობით დაკავდა, მომიჯდა და მიხვდა, რომ ესე იგი დასვენებაც შეიძლება და თან წიგნის კითხვაც და ეს რაღაცნაირად რომ დავფიქრდი, ჩემთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო. კი, და გვაქვს ასევე ჩვენ წიგნიერების გაკვეთილი კითხვის საათი და ჯერჯერობით რა თქმა უნდა მე ვარ მკითხველი, ისინი არიან მსმენელები, თუმცა სმენელობაც და ზოგადად სმენის ამ უნარების განვითარება შემდგომში მათ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მკითხველებად აქცევს და ეს მეთოდი შეუძლია რომ სხვა მასწავლებლებმაც გამოიყენონ, იმიტომ რომ როგორც მშობლის შემთხვევაში ვთქვით ჩვენ რომ მაგალითის მიცემა ამ შემთხვევაში ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მასწავლებელიც ასე უნდა იყოს, რომ ბავშვებს არ ქონდეს იმის განცდა, რომ კითხვა მხოლოდ ჩვენთვის არის, რომ უფროსები არ კითხულობენ და ანუ კითხვასთან დაკავშირებით ისეთი ძალიან ცუდი ასოციაციები არ გაუჩნდეთ. გეთანხმებით სრულიად და მივესალმებით თქვენს მეთოდებს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ვისაუბროთ ზოგადად საყმაწვილო ლიტერატურაზე, საბავშვო წიგნებზე. თქვენ თავად ხართ რამდენიმე ბესტსელერის ავტორი. ზოგადად როგორი ფონი არის ჩვენს ქვეყანაში საყმაწვილო ლიტერატურის თვალსაზრისით? რამდენად ხარისხიანი? მე მგონია, რომ ჩვენ გვყავს როგორც პოეზიაში, ასევე პროზაში რამდენიმე ძალიან კარგი და გამორჩეული კვალიფიციური საბავშვო ავტორი. იმიტომ რომ შეიძლება სიტყვა კვალიფიციური აქაც ყურს ჭრიდეს ვიღაცას, რადგან თუ ავტორი ნიჭიერია, მას რა კვალიფიკაცია ჭირდება. საბავშვო ავტორს ჭირდება განსაკუთრებული კვალიფიკაცია, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც შენ უნდა გაითვალისწინო. თან განსაკუთრებით ამ ეპოქაში. მათ შორის ამ ეპოქაში, მაგრამ ალბათ ყველა ეპოქაში. ერთი მხრივ შენ საკუთარ ბავშვობას უნდა ფლობდე. მაგრამ მეორე მხრივ შენ უნდა იცოდე თანამედროვე ბავშვი. და აი ამ ორის თქვათ პლუს ეს იდეა, წერის უნარი და შემდეგ ეს გავიგეთ. აი ამ ორის დაწყვილების შედეგად შენ შეიძლება რაღაც გააგებიო. პირველი გიკარნახებს ემოციას, მეორე გიკარნახებს კონტექსტს. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ კი
არსებობენ დღეს კარგი ქართველი საბავშვო მწერლები, უბრალოდ პრობლემა გვაქვს იქ, რომ რეალურად თვითონ ლიტერატურა მიიჩნევა მეორე ხარისხოვანი ლიტერატურა ჯერ კიდევ ინერციულად, რაც დიდი უსამართლობა. საყმაწვილო ლიტერატურას დავარქმევ საბავშვოს თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ლიტერატურაა, ძალიან. და თანაბარი ლიტერატურა, თქვათ იმ მეორე ეგრეთ წოდებული სადიდოსი, თუ მაინდა-მაინც ეგრე გავყოფთ ლიტერატურის კითხვის ასაკს. ამიტომაც რეალურად ვფიქრობ, რომ მან ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ და გაჯიუტებული ვართ ამ შეცდომაში და ეს არ უწყობს ხელს ამ ბაზრის განვითარებას. იმიტომ რომ რაღაცნაირად თქვათ, ყველა ცდილობს, რომ აი დიდი სქელტანიანი ფსიქოლოგიური რაღაცა მსოფლიო ბესტსელერობისთვის ან ნობელის პრემიის ლაურეატობისთვის განწირული წიგნი დაწეროს წერლობას თუ გადაწყვეტს და ეგ მე როგორ გამოგხსნის ეს სხვა საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ ცდელობის ასეთი დაჟინება არის არასწორი, რა თქმა უნდა, იქაც უნდა იცადოს ბედი, მაგრამ ყველა ჟანრი არის მნიშვნელოვანი და საინტერესო და თქვათ რეალურად ჩვენ ეს გარკვეულწილად უნდა გქონდეს გაცნობიერებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც თქვათ თავის დროზე ძალიან ცოტა ადამიანი თქვათ ირჩევდა მასწავლებლის პროფესიას, ასევე ძალიან ცოტა ადამიანი ირჩევს დღეს საბავშვო ავტორად ყოფნას და ეს პრობლემაა. თქვენ როგორ აიდენტიფიცირებთ თქვენ თავს როგორც საბავშვო ავტორად? არა, მე პირველ რიგში პოეტად ვაიდენტიფიცირებ ჩემს თავს. თუ მაინდა-მაინც იდენტიფიკაცია არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ საბავშვო ავტორადაც მერე და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე როგორც პროზაიკოსი. წარმატებებს გისურვებთ ამ ნებისმიერ ჟანრში, მოკლედ. რას ითვალისწინებთ, როდესაც საბავშვო ლიტერატურას ქმნით, იმიტომ რომ ეს ეპოქა, თაობა გარკვეულ სირთულეებსაც ბადებს, იმიტომ რომ რაც წეგან ვახსენეთ, რთული არის დღეს ბავშვი დააინტერესო წიგნით, ლიტერატურით, როდესაც ამდენი საცდუნებელი აქვს. კი, ბევრ რამეს ვითვალისწინებ, მე გამიმართლა იმაში იქ რომ ბავშვებთან ურთიერთობა მქონდა სულ ჩემი სხვა საქმის გამო, წიგნების გავრცელების, სხვადასხვა სკოლაში სტუმრობის, ბიბლიოთეკების შექმნის და მერე უკვე მასწავლებლობის. და ამიტომაც რეალურად თანამედროვე ბავშვი მეტნაკლებად ვიცი. მეტნაკლებად ვიცი რა მიდრეკილებები აქვთ, რა სურვილები აქვთ, რა შეიძლება მათთვის იყოს საინტერესო. მაგრამ არ ვარ მაინც და მაინც ტყვე ამ ცოდნის. იმიტომ რომ წერალმა რომ გადაწყვიტოს რომ მთლიანად მოერგოს ბავშვს აქაც შეცდომას დაუშვებს. იმიტომ რომ წერალმა უნდა გაწყვიტოს რომ ერთი მხრივ კი მოერგოს, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც ახალი დაანახოს და განავითაროს. ანუ მთლიანად ბავშვის მიერ შემოთავაზებული ამბების ტყვე არ უნდა იყოს. და ამიტომ ვცდილობ რომ ცოტა ძველად მე რაც მქონდა განცდა და გამოცდილება ისინი შეურიო. ანუ პატარა გიორგის ან უფრო უკეთრო ვთქვათ იმ წიგნების, იმ გამოცდილების, იმ სურვილების, რომელსაც პატარა გიორგი კითხულობდა. კეთილი. მოდი ვისაუბროთ ახლა საყმაწვილო ლიტერატურის სიბრძნეზე. მე წეგან როგორც ვახსენე, რაღაც გარკვეული პერიოდი ჩავარდა მქონდა კითხვის მიმართულებით და 20 წლის ასაკში წავიკითხე პირველად მაგალითად პეპი გრძელი წინდა და ანუ გვიან ვუბრუნდები და ჩემ პროფესიიდან გამომდინარე დღესაც შეიძლება წაიკითხოს. და ჩემ პროფესიიდან გამომდინარე დღეს კიდევ უფრო ვუბრუნდები ამ ზღაპრებს, მეები გრიმების თუ ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ სიბრძნეს მალავს საყმაწვილო ლიტერატურა. ამაზე რა შეგიძლიათ რო თქვა? ლიტერატურა ხო გამოგვადგეს მოზარდებს. ეგრე მოეწყო, რომ პირველი ტექსტები ამ შელოცვებთან და ლოცვებთან ერთად საყმაწვილო იყოს სწორედ. იმიტომ რომ ზღაპრების გაჩენა, ხო, ფოლკლორი იყო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ჩაწერის კულტურა რაღაცა არსებობდა, ბუნებრივია მთხრობელების, რაფსოდების, შეცვლის მერე რაღაც მცირე ცვლილებები ყოველთვის იყო თუ არა დიდი. ამიტომაც რეალურად უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ მთლიანად აყალიბებდა ბავშვის ფსიქიკას და დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ. ანუ მთავარი ასეთი ცენტრალური ამბის მიმართ დამოკიდებულებას კეთილისა და ბოროტის მიმართ, ხო, ზღაპრის გენერალური ხაზი, რაც არ უნდა ვთქვათ, სხვა ტიპის ზღაპართან მქონდეს საქმე, იქნება ეს ჯადოსნური ზღაპარი, იქნება ეს საყოფაცხოვრებო ზღაპარი, იქნება ეს თქვათ სხვა ტიპის უამრავი განშტოება არის ზღაპრების და მორფოლოგია არის მთლიანად ზღაპრის, ხო, პროფსა, წინვალე წიგნი ამასთან დაკავშირებით. მაინც საბოლოო ჯამში აქამდე დაიყვანება რა კეთილის და ბოროტის კონფლიქტი, სადაც კეთილმა უნდა გაიმარჯვოს, ხო? რომელიც შეიძლება ყოფით ცხოვრებაში სიოლად არ ხორციელდება, მაგრამ ამბად გრჩება, აუცილებელ ამბად, რომ
რომელიც უნდა განხორციელდეს, რაღაც იდეად. და ამიტომაც საბავშვო ლიტერატურა ამ თვალსაზრისით არის განსაზღვრელად მნიშვნელოვანი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გავლენის თვალსაზრისით, ვიდრე მერენდელი ტექსტები, რომელსაც წავიკითხავთ. დასრული ადამიანებისთვისაც, იმიტომ რომ დასრული ძალიან ადამიანებისთვისაც. დიდი სიბრძნეს რა თქმა და უნდა. დიდი გამოცდილების სღაპარი ახლა ჩემთვის ყოველ წუთას და ყოველ ჯერზე საინტერესო იქნება მე თვითონ მიდრეკილებით ფოლკლორისტი ვარ, ლიტერატურა მცოდნე ვარ, მაგრამ ძალიან მინდა რომ თქვა შემდეგი განვითარება სამეცნიერო თვალსაზრისით იყოს ფოლკლორისტიკას, ჩემი მასწავლებელი იყო ზურაბ კიკნაძე და ძალიან დავალებული ვარ მისგან ამ თვალსაზრისით, რომ ძალიან თქვა მომწამლა და შემაყვარა ეს მიმართულება და ფოლკლორის ფსიქოთერაპიის ნაწილს ვიკვლევ ამ შემთხვევაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე იქნება თუ ისე უფროსისთვისაც და პატარისთვისაც ნებისმიერ ასაკში ეგრეთ წოდებული საბავშვო ლიტერატურა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად. კეთილი, გადავიდეთ მაშინ ბოლო ბლოკის შეკითხვებზე, რაღაცნაირად ტრადიციად გვექცა, რომ მოვდივართ წარსულიდან, საუბრობთ აწმყოზე და შემდეგ უკვე მომავალზე საუბრობთ. და თქვენ წეღან ახსენეთ ხელოვნური ინტელექტი ფენტეზში, კი ბატონო. და დღეს უკვე გიორგი გვაქვს იმის რამდენიმე პრეცედენტი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე დააგენერირა რამდენიმე წიგნი, თავად შეუძლია წიგნის დაწერა, ხოჭორ საბავშვო ლიტერატურა. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ, რა იმედები, რა მოლოდინები? იმედი არაფერი არ მაქვს მაგ მიმართულებით. მოლოდინს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი დაწერს წიგნს. გარდაულად, მაგრამ ერთ სხვა გადაცემაში ვთქვი, რომ იქ იმ ნაწერში შენ აუცილებლად მიხვდები თუ ის დაწერს ლექს galaktionisebურად, რომ ის galaktioni არ არის. იმიტომ რომ თვითონ ხელოვნური ინტელექტიც ხო ბაზა ადამიანების გამოცდილების და ამ ბაზაზე არის გენერირებული, ხო? რაც მას აძლევს ერთი მხრივ უპირატესობას, მაგრამ მეორე მხრივ არის მისთვის ერთი განსაზღვრელად მნიშვნელოვანი ნაკლი. ანუ მას არ შეუძლია გარღვევა. და გარღვევა ყოველთვის დარჩება ადამიანის პრეროგატივად. ანუ ერთი პატარა წამატებული ფრაზით ადამიანი შექმნის გაცილებით დიდ ლიტერატურას, ვიდრე აქამდე მოგროვილი მთელი ცოდნის გენერირებით ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნურ ინტელექტს აქვს ძალიან ბევრი ბრწყინვალე თუ შეიძლება ასე ითქვას, უპირატესობაც და ამავდროულად სიკეთეც, ხო? შეგიძლიათ რომ თქვათ რაღაც თემას იკვლევდეთ და უთხრათ რომ აი აქ რომელიღაც აფრიკულ ტომში რა ხდებოდა რომ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი გადამოწმება გჭირდება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ალბათ 10-დან 5 შეცდომას მაინც უშვებს და თან ჰალუცინაციებიც ახასიათებს და გაჯიუტებების შეცდომაში რომ მართლაც ტერმინად არის უკვე ცნობილი ნებისმიერ პლატფორმას ხელოვნური ინტელექტზე, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ ის ვითარდება ყოველდღიურად და ამ თვალსაზრისით სრულიად შეუცვლელი იქნება. იმიტომ რომ შენ უკიდურესად გიადვილებს კვლევას, როგორც ავტორს, ხო? შავ სამუშაოს გაშორებს. ხო, ფანტასტიკურ სამუშაოში ასულ, ამიტომ მე არ ვარ იმ ადამიანს, რაღაცა გვერდით გავწიო და თქვა რომ ფუ, არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ეპოქის ნაწილი ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცით რას გვთავაზობ. უბრალოდ მგონია რომ ადამიანს საკუთარი უპირატესობები აქვს და ყოველთვის ექნება, მათ შორის ლიტერატურაში. ერთ-ერთ ბრიტანულ ესეთ უცნაურ ფრაზას ვამბობ ახლა. ადრე 10 წლის რო გეთქვა, ვერავინ ვერ მიხვდებოდა რა უპირატესობები აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვსო გეტყოდა, მაგრამ აი ესეთ კონკურენციაში შევედით. კი ბატონო. ერთ-ერთ ბრიტანულ კვლევაში ეწერა ესეთ რაღაცა, რომ სამომავლოდ შეიძლება ისეთი მოცემულობის წინაშე აღმოჩნდეთ, რომ ადამიანის მიერ დაწერილი წიგნი იქცეს ფუფუნების წყაროდ და რეალურად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი წიგნები კი იყოს იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. შეიძლება იცი რა რაღაც სქემებს კონკრეტულ თქვათ მახასიათებლებს ხო ძალიან იოლად შეისწავლის ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ ის რაღაც მოდელებს იცნობს და ამ მოდელებიდან უკეთესში არჩევს და იცის რა შეიძლება იყოს ვიღაცისთვის საინტერესო და მაინტრიგებელი ცრემლის. ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გარღვევას ვერ მოახდენს ლიტერატურაში, იმიტომ რომ გონია რომ ეს ადამიანის პრეროგატივად დარჩება. ანუ თქვენ როგორც მწერალი ფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს ამ წუთიმდელი მდგომარეობით მე ხელოვნურ ინტელექტს კონკურენტად ვერ აღვიქვ. კეთილი. თქვენ თუ იყენებთ დღესდღეობით თქვენ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტს, მაგრამ ამ წუთას უფრო ცდი იმას, ვიდრე ვთქვათ, ამ მაინც და მაინც რაღაცაში ესე განსაზღვრელად მადგება. მაქვს რამდენიმე, ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოდული გამოწერილი ხელოვნური ინტელექტის და ხშირად ვეკითხები რა განსაკუთრებით მუსიკასთან დაკავშირებით, რა მელომანი ვარ სხვა ჯგუფებთან, ვთქვათ, სიახლეებთან და ამავდროულად ის
ისტორიასთან და ანთროპოლოგიასთან დაკავშირებით და ვცდილობ რომ ის რასაც მიპასუხებს ყოველთვის დავადასტურებინო წყაროებით და მე უკვე წყაროში წავიკითხო ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი სიკეთე ახლავს თან. ამიტომ თქვა ვიცი მე ვარ არ ხარ სკეპტიკურად არა არანაირად რას ამბობ ამ დროის ნიშანია და უნიშნულოვანესი ნაწილია უბრალოდ მგონია რომ რაღაცებთან დაკავშირებით ჭარბია წარმოდგენა მას კეთილი ბოლოს შეკითხვას დაგისვამთ მაშინ ასეც და ერთი წიგნი რო ვურჩიოთ მშობლებს მოსწავლეებს რასაც აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება და უნდა წაიკითხონ ძალიან ბევრია მაგრამ ახლა უცებ გამახსენდა მაგალითად რა ვიცი იყოს სულაკაურის სალამურას თავგადასავალი შვენიერი ძალიან დიდი ანიმაციაც შეუძლიათ მიუხედავად იმისა რომ ჩემ მოსწავლეებში ცოტა საშიში აღმოჩნდა თოჯინების ვიზუალი მე იოლად შეეჩვივნენ და ძალიან მოეწონა ჩემი აზრით ბრწყინვალე ანიმაცია შვენიერი რეკომენდაცია არის. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბრები შედგა ჩვენს. ეს პოდკასტები ძალიან გრძელია და რაღაც დროს აუცილებლად სისულელეს იტყვი ადამიანი, მაგრამ იმედია ბევრი არ თქვით. არა, ნამდვილად ძალიან საინტერესო საუბარი იყოს. ჩემს მაყურებელს ადამიანს კი მოუწოდებ, რომ თუ გსურთ რომ გაგრძელდეს პოდკასტის ჩაწერა, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო და ჩართეთ ზარისხილაკი, რათა არ გამოგჩნდეთ სიახლეები. მე კი მომდევნო შეხვედრამდე გემშვიდობებით.